ფასების თემით, კონკრეტულად კი ფარმაცევტული პროდუქციის ფასებზე საუბრით განვაგრძობთ ეთერს. მთავარი კითხვა, რაზეც პასუხი გასაცემი, შესაძლებელია თუ არა მედიკამენტებზე ფასების კლება, სად არის ამის რესურსი და როდის უნდა ველოდოთ შედეგს. თემას გავშლით ჩვენ სტუმართან ერთად, ჩვენი სტუმარია საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი. გამარჯობა ბატონო ირაკლი და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ირაკლი, სენსიტიურ თემას ვეხებით, ფასები მუდმივად არის აქტუალური, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა ამ თემამ და პირდაპირ დაგისვამთ კითხვას გუშინ იყო შეხვედრა. მთავრობა ამბობს, რომ ფასების კლება ფარმაცევტულ პროდუქციაზე შესაძლებელია. თქვენ ხედავთ თუ არა ამ შესაძლებლობას და სად? სად არის ეს რესურსი? რა თქმა უნდა, ყოველთვის რესურსი სიტუაციის გაუმჯობესების ყოველთვის არსებობს. ამ სფეროში ჩვენი სფერო ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის სფერო არის რეგულირებადი ფასები 2022 წლიდან შემოღებულია ძალიან აპრობირებული საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომელსაც გვია გარე რეფერენტული ფასი წარმოქმნა. თუ განმარტოთ უბრალოდ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მედიკამენტზე დაწესებულია მაქსიმალური ფასი, იმაზე მეტად ვერც ერთ აფთიაქში საქართველოში კონკრეტული მედიკამენტი ვერ გაიყიდება. ფასი ცელდება, ანუ ფასი წესდება ძალიან სხვადასხვა კომპონენტის გათვალისწინებით. ანუ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ალბათ არა ტერმინით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იაფიან ძვირი ვსაუბრობთ სამართლიანი ფასი, რომელიც შეესაბამება გარკვეული მედიკამენტის წარმოშობას, ხარისხს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღესდღეობით როგორც თქვენ ძანეთ 7023 მედიკამენტზე არის რეფერენტული ფასი გავრცელებული, გვჩება 4000-ზე ცოტა მეტი მედიკამენტი, რომელზეც ეს ფასი გავრცელდება. ეს მნიშვნელოვანი წილია საკმაოდ. ამაზე მუშაობა სულ მიმდინარეობს. არა მარტო იმაზე, რომელზეც გავრცელდება ახალ მედიკამენტებზე, არამედ უკვე გავრცელებულების ფასების გადახედვა რეგულარულად ხდება და სადაც არის რესურსი ცვლილების ფასის, ყოველთვის ეს ცვლილება ხდება. ზოგჯერ მეტად, ზოგჯერ ნაკლებად. და შესაბამისად პასუხი უფრო მოკლედ და კონკრეტული ლაკონურად პასუხი თუ გავეცი ამას არის ის, რომ რესურსი არის. ამ რესურსს უნდა ძალიან პროფესიულად, სიფრთხილით და ნელ-ნელა მიდგომა. ამასაც გეტყვით, რატომ ნელ-ნელა და სიფრთხილით? დიახ, გითხარით, რატომ ნელ-ნელა და სიფრთხილით, ანუ რა შეიძლება გამოიწვიოს არა სიფრთხილით და ვთქვათ სწრაფად მიღებულმა გადაწყვეტილებამ. როცა ეს ვახსენე, რომ ეს არის აპრობირებული მეთოდი, ეს მეთოდი გაიარა ევროპის აბსოლუტურად ყველამ არა უმეტესმა ქვეყანამ. მათ დაუშვეს შეცდომებიც, შეცდომას არ დაურქვავ, გამოცდილებას შეიძინეს პროცესში. აი ეს გამოცდილება გავიზიაროთ, რომ არ მოხდეს პირველი გარკვეული დეფიციტების შექმნა. საბედნიეროდ დღეს ჩვენ დეფიციტები გარკვეული გამონაკლისების გარეშე არ გვაქვს, იმიტომ რომ მოხერხდა ამის ყველაფრის მოგვარება. პირველი რომ არასწორად დადგენილმა ფასმა არ გამოიწვიოს რომელიმე საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტის დახლიდან გაქრობა, ხო? ანუ ჩვენ როცა საუბრობთ ფასზე, პირველ რიგში ფიზიკურად უნდა იყოს მედიკამენტი, რომ შემდეგ უკვე ჩვენი შევიძინო და იყოს ხელმისაწვდომი. ეს არის. მეორე, ყოველთვის უნდა იყოს საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი, საქართველოს უნდა იყოს საინტერესო ახალი ინოვაციური მედიკამენტების გამოჩენისთვის, რაც მნიშვნელოვანია. თორე ჩვენს მოქალაქეებს უნდა ქონდეს ყველაზე ბოლო მიღწევა მედიცინის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხო? ამიტომაც ვიზახი სიფრთხილით, ნელ-ნელა თანამშრომლობით, იმიტომ რომ თავიდან როცა ეს პროცესი დაიწყო, საკმაოდ სწრაფად დაიწყო, ზოგადად აქ მოხდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ საბედნიეროდ უკვე ეს ერთობლივად მუშაობს სამინისტროსთან და შესაბამისად ეს პროცესი, როგორც ცოცხალი ორგანიზმია, სულ განახლებადია და ეს არის სწორედ რესურსი. ბატონო ირაკლი, ძალიან საინტერესო თემა შეეხეთ. რა გამოცდილება აჩვენა რეფერენტული ფასების დაწესებამ? იმ 7 ეტაპობრივად იყო, ხო? 2022 წელს იმის გარდა, რომ გარკვეულ შემთხვევებში დეფიციტი გარკვეულ მედიკამენტებზე არ იყო ხა სისტემური ხასიათის, მაგრამ რისკის დონეზე არსებობდა. აი ამის გარდა კიდე რა რისკები და ხარვეზები აღმოაჩინა, დაადგინა, რაც შეიძლება ისევ განმეორდეს. უბრალოდ თავიდან პრინციპში მე ჩვენ განმეორებას ნაკლებად ვლოდები და რატო? იმიტომ რომ თავარი ძირითადი გარკვეული კითხვა რაც იყო, რომ როდესაც ეს პროგრამა მომზადდა და გაცხადდა, ხო? ამას არ უძღოდა წინ შესაბამისი ახსნა განმარტებითი ეტაპი. ანუ ნებისმიერი მედიკამენტის მოწოდება ეს არ არის მხოლოდ უკვე აფთიაქში, სანამ მოხდება მედიკამენტი. ის უნდა დაიგეგმოს მისი წარმოება. წარმოებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს რაოდენობა საქართველოსთვის იქნება და მწარმოებელმა კომპანიამ უნდა იცოდეს, სადაც იწარმოება, თუ რა ელოდება იგივე ფასთა კატეგორიაში, ხო, საბოლოო ჯამში. ანუ ეს უნდა მოხდეს საკმაოდ ინფორმირებულად. ანუ ეხლა ხართ ინფორმირებული სექტორი. აი ზუსტად ამაზეა საუბარი, ბოლო პერიოდში ინფორმირებულობა ძალიან მაღალია, პროცესები მოლაპარაკების საფუძველზე ხდება და ეს იძლევა სწორედ იმის რეალურ მოლოდინს, რომ შემდეგი გაფართოება ამ რისკებს რაც იყო
ჩვენ ამას ავირიდებთ და არაფერი მსგავსი რისკები, რაც შეეხება თითოეულ მოქალაქეს, არ იქნება. ანუ იქნება დეფიციტებს ჩვენ არ დაუშვებთ და იქნება ადეკვატური ფასს წარმოქმნის მექანიზმი იმპლემენტირებული. რეფერენტული ფასების დაწესება ფარმაცევტულ სექტორზე როგორც ბიზნესზე თუ მოახდინა გავლენა გადაწყობა ხომ არ მოუწია, მაგალითად ურთიერთობების დალაგება, სხვანაირად გადალაგებად მომწოდებლებთან. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბაზრების დივერსიფიცირება, აი რა გავლენა შეიძლება რომ კიდევ გაგრძელდეს ან ახალი შედეგები ვიხილოთ. ეს არის პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა არ არის მარტივი, მაგრამ მეღორეს რომ კარგია, რა თქმა უნდა, კარგი, იმიტომ რომ ხდება ფასების შემცირება რეფერენტულ შემთხვევაში როგორ მოხდა. წარმოებელიც გამოვიდა გარკვეულ, ასე ვთქვათ, წამოვიდა მოლაპარაკებაზე. შუალედურმა იმპორტიორმა დისტრიბუტორმა მონახა გარკვეული რესურსი, როგორ შეამციროს ხარჯები და შესაბამისად ფასი დაწიოს, ხომ მოხდა ფასის დაწევა. ანუ დაახლოებით საშუალო ფასის, რაც ჩვენ მოგცა უკვე აი ამ გავრცელებულ მედიკამენტებზე, ცხადდება დაახლოებით 35-40% ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ხო? საკმაოდ ძალიან მაღალი. თუმცა ჩვენ ზოგიერთზე გვაქვს რჩევა მაღალი ფასი შესაძლებელია, ზოგიერთზე ნაკლები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიზახი სამართლიან ფასზე ვსაუბრობთ, ხო? მეორე რომ გადაწყობა რა თქმა უნდა მოუწია შესაძლებელია ზოგჯერ გარკვეული ალტერნატიული გზების ზებნა, მაგრამ ეს პროცესი არის ჯანსაღი, ეს აპოზიცია არის ჯანსაღი, ეს უნდა იყოს. ანუ ამ პროცესების გავლა თავიდან მოუწევს ბიზნესს ახლა იმ 4000 მედიკამენტის დამატების შემთხვევაში ამ რეფერენტული ფასის არეალში თუ უკვე გაკვალულია ეს გზა და არანაირ უმტკივნეულად ყველანაირი გახანგრძლივების გარეშე გაგრძელდება. უმტკივნეულად რა თქმა უნდა არაფერი არ ხდება, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ უკვე ვიცით პროცესები, ჩვენ ვიცით მეთოდოლოგია. ჩვენ ვიცით ამ მეთოდოლოგიასთან გვაქვს ვიცით მექანიზმი, რა მექანიზმით ხდება უკვე მიღებულზე დისკუსია. ამიტომ ეს გზა გავლილია იგივე სირთულეები არ იქნება. ასევე მინდა გკითხოთ, რეფერენტული რეგულირების გარდა სხვა რესურსი და სხვა გზა არსებობს თუ არა, ან რამე სხვა რეგულაციას ხომ არ ელოდება სექტორი? ხომ არ იყო ამაზე საუბარი, ან მოლოდინი ხომ არ გაქვთ? მოლოდინი საუბარი, როცა ჩვენ ლაპარაკობთ მედიკამენტის ფასზე, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მედიკამენტის ფასი აბსოლუტურად უნდა იყოს ჩვენ დაწევა, თავარი მიზანი იყოს ადეკვატური დახარჯული ყოველმა ლარმა მოგწეს შედეგი, ხო? ჩვენ შეიძლება მედიკამენტი იაფი იყოს, მაგრამ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად ეფექტური და ასე შემდეგ. საუბარი არის პირველი რეფერენტული ფასწარმოქმედის გავრცელება, მეორე საუბარი არის იმაზე, რომ შესაძლებელია პერიოდულად სულ ხდება მოწოდების ფასების გადახედვაც, ესეც რესურსია. შესაბამისად, კითხვა ხშირად ჩდება, რომ აი მეც მისვამე კითხვა, თუნდაც ჩვენი სფერო არ არის აფთიაქების რაოდენობა, ჩვენ არ ვარ დისტრიბუცია, ხო? ყოველთვის ხშირად რომ ბევრი აფთიაქი ეს ხო არ ახდენს გავლენას და ამაზე გუშინაც იყო საუბარი და უყურეთ თუ რეფერენტული ფასი არსებობს და თუ მე მედიკამენტზე ფასი დავადე, რამდენი აფთიაქიც არ უნდა იყოს. ერთ-ერთ აფთიაქში მეტი ფასი ვერ იქნება. ანუ ამ შემთხვევაში ეს არის ის მექანიზმი, რომელიც უბრალოდ მეტი აფთიაქი კომფორტულია, იმიტომ რომ 2, 5, 10, 15 წუთის სავალში რაღაც ახლოს არის, მაგრამ მეორე მხრივ იმის რისკი რომ რახან მეტი აფთიაქია, მეტი ფასი დაედება, უკვე აღარ იქნება. რომ ის არის ფიქსირებული მაქსიმალური ზღვარი. ყველაზე ქმედუნარიანი და ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი არის რეფერენტული ფასი, რომ ყველა მედიკამენტი მოექცეს რეგულირების ქვეშ. ზუსტად ეს გზა 11 მე იცით აქ ცოტა სიფრთხილე განსაკუთრებით სიფრთხილეს ვლაპარაკობ. მედიკამენტები იყოფა ორ ნაწილად, არის რეცეპტორული მედიკამენტები და არის არარეცეპტორული. ანუ ეს მედიკამენტები, რომელიც შეიძლება ბევრ ქვეყანაში მარკეტებშიც იყიდება, ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში, ხო? აი ჩვენ პირველ რიგში ყველა რეცეპტორული მედიკამენტი უნდა მოვიცვათ, რომელიც არის ჩვენთვის საშუალოდ მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების შემდეგ და ეს არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი ყველაზე, რომელიც აღიარებულია უმეტეს ქვეყნებში, მაგრამ კიდევ როცა ლაპარაკობთ მედიკამენტის ფასზე, გარკვეულ მედიკამენტებზე რაღაც ფასზე დაბლა ვერასოდეს ვერ ჩამოვალთ და მისი ფასი მაღალი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა. ანუ სახელმწიფოს ეს არის სადაზღვეო მედიცინა, როგორც სახელმწიფო ასო კერძო და სახელმწიფოს ჩართულობა განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მკურნალობაში. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ხვალ ჩვენ აფთიაქში მოლოდინი იმისი რომ შევალთ და ყველაფერი გაიაფთება უცებ, ამის მოლოდინი ვერ გვექნება. რაღაცა მედიკამენტი ვერასოდეს ამაზე ნაკლები ფასი ვერ იქნება. როდის უნდა ველოდოთ შედეგებს, ასევე საინტერესო თემა წამოწიეთ, როდის შეიძლება რომ გარკვეული შედეგები უკვე მოსახლეობამ იგრძნოს, აი ამ მოლაპარაკებების ტემპების მიხედვით, რაც იმართება. იცით, აი კონკრეტულ მედიკამენტზე ხვალ და ზეკ ვერ გეტყვით, როგორ მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ყოველდღიურ ეტაპზე ხდება. მე დარწმუნებული ვარ, გუშინდელი შეხვედრების მერე ეს გარკვეულ მედიკამენტებზე უცვლელობა იქნება. იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობს, იცით, აი ყოველთვის ცდილობენ იგივე, როდესაც არის ძალიან დიდი სოციალური ყურადღება მიყრული მოსახლეობის, ყოველთვის ცდილობს ნებისმიერი სააფთიაქო ქსელიო
გააკეთოს რაიმე ნაბიჯი, რომელიც ამას პოზიტიურად აღიქვოს ყველა. მე მგონი ყველა შეიძლება შეხვიდე გარკვეულ მედიკამენტებზე. მე ესეთი მოლოდინი მაქვს და გლობალურად ველოდებით უკვე შემდეგ თანამშრომლობის ეტაპებს რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის გავრცელებაზე მედიკამენტების შემდეგ ჯგუფზე. სანამ დაგემშვიდობებით ბატონო ირაკლი, აი თქვენ ახსენეთ ფილიალების რაოდენობა, მაყურებლისთვის რომ გასაგები გახდეს აფთიაქების რაოდენობა, ანუ თითოეული საფთიაქო ქსელის ფილიალების რაოდენობა, ხო? რა კომპონენტი უჭირავს ამას ფასწარმოქმნაში? არის თუ არა ეს გაქვთ თუ არა თქვენი ინფორმაცია და ნამდვილად შეიძლება შესაძლოა თუ არა იყოს ეს ფასის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. ერთადერთი მე რაც შემიძლია გითხრა, ეს არის ჩვენი კომპეტენციის სფერო, გუშინ შეხვედრაზე სხვილი დისტრიბუტორული კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ და განცხადებული იყო, რომ პრინციპში ამის პროცენტი, ანუ აფთიაქების რაოდენობა ამ შემთხვევაში ძალიან მცირე პროცენტს იკავებს, მეტ და ზოგ შემთხვევაში მით უმეტეს მედიკამენტებზე ალაპარაკი. აფთიაქში ხო მარტო მედიკამენტი არ იყიდება, ხო? ანუ მედიკამენტების შემთხვევაში ფაქტობრივად გავლენა არ აქვს. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პარაფარმაციის შემთხვევაში აქვს თუ არა, იმიტომ რომ ესეც ახსენეს გუშინ, ხო? ახსენეს, ეს დისკუსიის საგანი იყო, მაგრამ პარაფარმაციაში ჩვენ ბევრი რაღაც შეიძლება გამიხილოთ. ეს გაცილებით უფრო ფართოსფეროა, რთულისფეროა და ფაქტობრივად აქ ფასები არ რეგულირდება, მაგრამ მოდით დავბრუნდეთ მედიკამენტებზე, ანუ აფთიაქების რაოდენობას დღესდღეობით გუშინდელი გამოთქმული მოსაზრებების საბრძოლზე არ აქვს გავლენა მედიკამენტის საბოლოო ფასზე. აქვს ერთადერთი ეს არის მეტი კომფორტი მომხმარებლისთვის, რომ უფრო მალე მივიდეს აფთიაქში. ეს ითქვა გუშინ. ეს ითქვა გუშინ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლის სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი.